მეგობრებო, თქვენ არ საბადა არ გავჩერასანსამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ისეთი ვიდეო კითხვებზე პასუხი მინიკრაფტში. რას ნიშნავს ესა? მე უკვე სადღაც წელიწად ნახევარი ვარ უკვე ჩემს არხთან ერთად YouTube-ზე და თქვენ პრინციპში თითქმის არაფერი არც კი ისიც ჩემს შესახებ და დღეს მეგობრებო, თქვენ მე გამიცნობთ სადღაც 30-40%-ით უფრო მეც. მოკეთ რა არის დღეს შეხედეთ მეგობრებო, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი გრძელი გზა, სადაც არის რამოდენიმე კითხვები, სადაც არის კითხვები. მაგ კითხვებზე ჩემს მხრივ მე უნდა ვუპასუხო. და მოკეთ მოითაბა დავიწყოთ და ჩვენ ვიწყებთ ყველაზე პრიმიტიული და ყველაზე ისეთ სტანდარტულ კითხვაზე. რა გქვია? საბა, ანდრია, ლუკა. რასაკვირველია მეგობრებო, საბა და რა იქნება ისე ანდრიას ვუპასუხო? მეგობრებო, შეხედეთ. ოკეი, ყველაფერი უკვე გაკეთებულია. ხო, საბა პრინციპში. გაკეთებულია, შეხედეთ ხო ეს ჩაკეტილია და ხო ეს კარები არის გახსნილი, ოკეი. Так, რატომ დაიწყე YouTube-ზე ვიდეოების გადაღება? შეხედეთ მეგობრებო, აქ წერია YouTube-ზე ვიდეოების გადაღება. ოკეი, ფულისთვის, სიამოვნებისთვის არ ვიცი. მეგობრებო, პრინციპში ისე ვკითხოთ, აქ მე მაქვს ორი კითხვა. ან სიამოვნებისთვის და არ ვიცი. ვინაიდან მეგობრებო, არ ვიცი. მოკეთ მე კიდე პირველი ჩემი არხი, პირველად მე YouTube-ზე ვიყავი კიდე 4 წლის წინ. მაგ დროს მე მქონდა სულ სხვა არხი. მადლობა დიდი რომ ეგ არხი უკვე აღარ მაქვს და დავივიწყე მაგ არხის არსებობის შესახებ. მოკეთ მან მე მქონდა სულ სხვა არხი და ანუ მეგობრებო, მე ვუყურებდი უბრალოდ სხვა ბლოგერებსა და იუთუბერებს და რაღაც ერთხელ მე ძალიან მომეწონა და ძალიან მინდოდა ჩემი არხის შექმნა. ნასაკვირველია მე ის არ მომეწონა, ანუ მე არ მინდოდა სხვის კონტენტის გამეორება, უბრალოდ მე მინდოდა ჩემთვის რაღაცა შემექმნა. და მაგიტომ ანუ არ ვიცი, მე პარალელურად სიამოვნებისათვისაც და არ ვიცი რატომ კიდე ფულისთვის ასაკველი არა, ფულისთვის არ დავიწყე მე, მაგიტომ მოით მეგობრებო, სიამოვნებისთვის ვუპასუხებ. Так, ოკეი. შემდეგი კითხვა. რომელი ვიდეო იყო ყველაზე ძნელი? აჰა, 3 დღეს სახლში მინიკრაფტში, რა არის განლაგებული ამ ეკლესიაში, მე გავუკეთე რემონტი ამ შიწინექს მინიკრაფტში. ეს მეგობრებო, ამ ვიდეო მე მაგრად დამტანჯა მეგობრებო. მოით ახლა მოგიყვებით უბრალოდ მოკლე ისტორიას როგორ ვიღებდი ამ ვიდეოს. წესითა და რიგით მე უნდა გადამიღო 3 დღე სახლში მინიკრაფტში, 3 დღე მინიკრაფტ დროით. და რეალურ ცხოვრებაში მეგობრებო, მე რეალურად გადავიღე 3 დღე რეალურ ცხოვრებაში. როგორ შეხედეთ მეგობრებო, პირველად ხო მე გადავიღე ეგ ვიდეო, არ ჩაიწერა ხმა. მე მეგობრებო, გადავიღე 15 წუთიანი ვიდეო და არ ჩაიწერა ხმა. წარმოგიდგენიათ. მეორე მეგობრებო, შეხედეთ, მე მეთქი რა დებილობა, როგორ მეორე დღეს მეთქი ისევ მიუჯდები ამ იდეას. მეორე დღეს მეგობრებო, მე უბრალოდ წამეშალა ვიდეო. წარმოგიდგენიათ, ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო წავშალე შემთხვევით, უბრალოდ დავაჭირე კნოპკას რომ წაშლას უბრალოდ დავაჭირე. მეთქი всё, ანუ აღარ გადავიღებ, მეთქი ძალიან დამტანჯა უკვე ამ იდეამ. ცალკე ფერმერის შიწენიკიც კი დაიღალა მეგობრებო, მე ამ ვიდეოს ფერმერის შიწენიკთან ერთად ვიღებდი. ცალკე ფერმერის შიწენიკიც უკვე დაიღალა. მესამე დღეს მეთქი აბა მივუბრუნდები რა. და მხოლოდ მესამე დღეს, მესამე წლის შემდეგ ნორმალურად გადავიღე ეს ვიდეო. მაგრამ მეგობრებო, ისეთი ემოციები აღარ მქონდა, როგორც პირველად რო გადავიღე. პირველად რო გადავიღე, მე მქონდა ფანტასტიკური ემოციები და ფანტასტიკური ვიდეო იყო და ისეთი ემოციები არ მქონდა სიამოვნებრივ გითხრათ, როგორც მქონდა პირველი ვიდეოს გადაღების შემდეგ. სიამოვნებრივ გითხრათ, მაგიტომ რასაკვირველია ამ ვიდეომ დამტანჯა ყველაზე მეტად. ოკეი. შევიდეთ აქა. Так, შემდეგ რომელმა ვიდეომ დაიკავა მეტი დრო გადაღებაში? 3 დღე სახლში მინიკრაფტში, ვთამაშობ მინიკრაფტს დავიხმარი მერს, მე დავიღალე მინიკრაფტში. Так, მეგობრებო, ისე რომ გითხრათ, 3 დღე სახლში მინიკრაფტში. მესამე წლის შემდეგ მე სულ 9 საათი დამჭირდა გადამიღო.
ყველაზე ძნელი, ანუ ყველაზე უფრო ძნელი კი არა, ყველაზე მეტი ხანი დაიკავა ამ ვიდეო. მეგობრებო, თქვენ არ იცით უბრალოდ როგორ წვალობდი ამ ვიდეოზე. თან მეგობრებო, ეს ვიდეო ვთამაშობ Minecraft-ს დავეხმარე მერს. ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო, რომელიც გადავიღე Minecraft-ში. წარმოგიდგენიათ და ძალიან მაგრად წვალობდი. სცენარისაც, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, მე ფურცელზე დავწერე თუ ვინ რა უნდა თქვას, აი აბსოლუტურად ყველაფერი მინიმალურამდე მე დავწერე ფურცელზე. ბლაკნოტზე გადავიტანე. ამ ბლაკნოტის შემდეგ მე კიდე ვისწავლე ამ ბლაკნოტში რაც ეწერა. რამოდენიმე ფაქტები კიდე მე ფურცელზე დავიწერე, რომ არ დამავიწყდეს. ჟიტელინკებსაც ასე ვახმოვანებდი. ჯერ კიდე მეგობრებო, მე კიდე ვსწავლობდი. წარმოგიდგენიათ, იქ მერსაც კი ვთხოვე, რომ დამეხმაროს ამ ვიდეოს გადაღებაში. მოკეთ ძალიან ძნელი იყო, მეგობრებო. ამ ვიდეომ დაიკავა სადღაც 40 წუთი, მეგობრებო, მართლა გეუბნებით. მომზადება საერთოდ 1 საათი. მაგრამ მეგობრებო, მართლა ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა, აი ძალიან მაგარი. აუცილებლად ნახეთ. მაგიტომ დასაკვირველი ის იყო, ვთამაშობ Minecraft-ს დავეხმარე მერს. ოკეი. შემდეგ რომელი ფერი გიყვარს შენ? აჰა, ეს უკვე ფაქტი ჩემზე. ლურჯი შავი მწვანე. ჩემთან მეგობრებო, როგორ არის? პირველი ადგილი ეს, მეორე ადგილი ეს, მეოთხე ადგილი ეს. მაგიტომ მოგით მეგობრებო, ლურჯი ასე კაი, ლურჯი მეგობრებო სულ მიყვარდა, ძალიან მაგარი ფერია. так, შემდეგი კითხვა. რატო დააყენეს ასე სიმაღლეზე? რომელი ვიდეო მოგწონს შენ არხზე? ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია ჩემს სოფელში Minecraft-ში. არასდროს არ იყიდო ეს სურათი Minecraft-ში და რა არის განლაგებული ამ ჭაობში Minecraft-ში. მეგობრებო, აი სიმართლე გითხრათ, აი მე არ მხოლოდ მიყვარს, აი გიждები აი ამ ვიდეოზე. თქვენ უბრალოდ აი არ ვიცი რამ შემაყვარა ეს ვიდეო ასე, მაგრამ აი ამ ვიდეო მე ძალიან შემაყვარა. აი მართლა ეს იყო თან მეგობრებო, ეს იყო თან პირველი ვიდეო ფერმერ ჟიწელნიკთან ერთად. ეს ჯერ ეს ერთის, მეორეც ერთი, მე მაგ ვიდეოს ვთვლი ყველაზე მაგარ ვიდეოს ჩემს არხზე. 400 თუ 500 ნახვა აქ უკვე მაგ ვიდეოს. მეგობრებო, მე 4ჯერ მაგ ნაყურები, აი მართლა გეუბნებით, მეგობრებო, აი ხელს, აი გულზე ვიდებ ხელს და მასე გეუბნებით, რომ 3ჯერ თუ 4ჯერ ვნახე ეგ ვიდეო. აი მართლა მეგობრებო, ძალიან შემიყვარდა ეგ ვიდეო, რომელიც მე გადავიღე. ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია ჩემს სოფელში Minecraft-ში. ძალიან მაგარი ვიდეო ჩემი აზრით, მეგობრებო. თქვენ ესე კომენტარებში დაწერეთ, რომელი ვიდეო თქვენ მოგწონთ ჩემს სახში. ამ ვიდეომ მე შემაყვარა, აი ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით. მაგიტომ რასაკვირველია, ეს არის ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია ჩემს სოფელში Minecraft-ში. რასაკვირველია, ეს ვიდეოც ძალიან მაგარია, მაგრამ ამას შემაყვარა თავი ძალიან მაგრად. так, ოკეი, შემდეგ. გქონდა თუ არა ადრე არხი? კი, არა. არ მახსოვს. მაინც მეგობრებო, ვუპასუხებ არ მახსოვს. მეგობრებო, როგორც თქვი უკვე თავდაპირველად ამ ვიდეოს თავდაპირველად, კი. გქონდა არხი, მქონდა ადრე 4 წლის წინ, 4 თუ 5 წლის წინ. მე მაგ დროს ვიყავი ძალიან პატარა, 9 თუ 10 წლის ვიყავი მე მაგ დროს. და უბრალოდ მინდა დავივიწყო, რასაც ვიღებდი. მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ, რა სისულელეებს ვიღებდი. მაგ არხს ერქვა კაპოდევიჩი. უბრალოდ კაპოდევიჩი, მეგობრებო, აი ვერ წარმოიდგენთ, რა სისულელეებს ვღებდი. მე მანდ მეგობრებო ვიღებდი რეალურ ცხოვრებას. რა არის ერთხელი რეალური ცხოვრება, მეგობრებო, თქვენ უნდა გენახათ რა ვიდეოებს ვიღებდი მაგ არხზე. ღმერთო ჩემო. აი ეგ არხი მეგობრებო რაღაცნაირად მე დამეკარგა იმის გამო, არ ვიცი რის გამო, აღარ მახსოვს. ეს არხი დამეკარგა მე კიდე 2 წლის წინ. მე ეგ არხი დამეკარგა 2 თუ 3 წლის წინ და მადლობა დიდი ამ სამყაროს, რომ დამეკარგა ეს ვიდეო, ეს არხი. მართლა მეგობრებო, ძალიან დიდ სისულელეებს. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, 1 წელი მქონდა ეგ არხი და მაგ 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 გამოწერი მყავდა. ანუ ძალიან ცოტა ნახვები მქონდა, აი ძალიან ცოტა. ღმერთო ჩემო, თან რას ვიღებდი, რა სირცხვილს ვიღებდი, ვერც კი წარმოიდგინეთ. კაი. პრინციპში ოკეი. აღარ ვიტყვი ბერს, უბრალოდ მე ვიტყვი, რომ კი მქონდა არხი. მეც აღარაფერს აღარ გეტყვით. всё მეგობრებო, всё გამოდის. так მეგობრებო, გამოდის ეს всё. так რა ყუთია? გაკიშებო მეგობრებო, ტორტიკები მეგობრებო, ტორტები, თან ჩემი საყვარელი ვანილისა და ალუბლის გამოდი. გამოდის მეგობრებო, ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხეთ. აუ ტორტები რა მაგარია ტორტები. როგორც იცოდნენ, ამასები ამჭირდება. ტორტიკები.
ძალიან გებრიელია. მოგეთ მეგობრებო, თქვენ გაიგეთ რამოდენიმე ფაქტი ჩემს შესახებ. ვუპასუხე კითხვებს, ასე ვთქვათ, უფრო კარგად გამიცანით 20-30%-ით, უფრო კარგად გამიცანით. ჩემი ეს ვიდეო ძალიანაც და კარგი გამოვიდა. თუ მოგეცეთ ლაიქეთ და თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და თუ დავინახოთ ძალიან ბევრი აქტივია ამ ვიდეოზე, აუცილებლად გადავიღებ კიდე მეორე ნაწილს, სადაც უფრო კარგი კითხვებს, ასე ვთქვათ, ჩავდებთ ჩვენ ამ ვიდეოში. მე კი მეგობრებო, ახლა დაგეშვებებით. თუ მოგეცეთ ლაიქეთ, მადლობა დიდი, ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე და მე კიდე მეგობრებო დაგეშვებებით. ნახვამდის.